ვიცით რომ 64 ხარისხად 1/13 არის იგივე რაც კუბური ფესვი 64-დან, იგივე რაც კუბური ფესვი 64-დან და ეს არის 4-ის ტოლი. ამდენი ვიცით, იმიტომ რომ 4 რომ ავიყვანო კუბში, ანუ 4 რომ გავამრავლო 4-ზე და გავამრავლო 4-ზე, მივიღებ 64-ს. ახლა უფრო საინტერესო და უფრო შეიძლება რთულიც თავიდან არის ის თუ რას უდრის 64 ხარისხად 2/13. ეს არის საინტერესო. და როგორ უნდა განსაზღვროთ ახლა ეს რისი ტოლია? ცოტა უცნაურად შეიძლება გამოიყურება ეს, მაგრამ აი საინტერესო იდეა ძალიან ნათელს გახდის ამას. გავიხსენოთ ხარისხების თვისებები უცებ. ესე იგი, ვიცით რომ 2 ხარისხად 3 მაგალითად, რომ მოვიყვანო კიდევ მეოთხე ხარისხში, რას მივიღებ? ნუ, რადგან ხარისხიანი რიცხვი ამყავს კიდე ხარისხში, ეს ხარისხები გამიმრავლდება ერთმანეთზე. და მექნება 2 ხარისხად 3-ჯერ 4. და 2 ხარისხად 3-ჯერ 4 არის 2 ხარისხად 12 და ეს იგივე პრინციპში რაც 2 ხარისხად 4 აყვანილი მესამე ხარისხში. ანუ ამას თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა, ეს თუ ვიცი, მაშინ მე შემიძლია რომ 64 ხარისხად 2/13-ზე ვიმსჯელო ასე, რომ ეს არის იგივე რაც 64 ხარისხად 1/13 აყვანილი კვადრატში. რატომ? იმიტომ რომ თუ რაღაცა ხარისხად 1/13 ავიყვანე კიდევ კვადრატში, მაშინ ეს რაღაცა იქნება ხარისხად 1/13-ჯერ 2, ანუ 2/13. ანუ რადგან რიცხვი ამყავს კვადრატში, მაგრამ მანამდეც რაღაც ხარისხში აყვანილი, ხარისხები მრავლდება. მთელი ლოგიკა არის ეს. ახლა თუ ეს მოვახერხე, მაშინ უკვე გავიხსენებ რომ, მე ხო ვიცოდი რომ 1/13 ხარისხში 64 არის 4, ხო? იმიტომ რომ 1/13 ხარისხი არის კუბური ფესვი. ამიტომ შემიძლია ეს გადავწერო როგორც არა 64 ხარისხად 1/13, არამედ 4 ხარისხად 2. ანუ 4-ის კვადრატი. და ნუ ცხადია ეს უდრის 16-ს. ეს უდრის უკვე 16-ს. ესე იგი, მე შემიძლია აი ეს წილადი წარმოვაჩინო როგორც 2 რიცხვის ნამრავლი 1/13-ის და 2-ის და ძალიან მიმარტივებს ეგ საქმეს. ახლა, მოდი გავაკეთოთ რაღაც მაგალითი, რომელიც ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ პრინციპში თითქმის ყველაფერს ითვალისწინებს, რაც ვისწავლეთ ხარისხებზე. ნუ ძალიან ბევრ რამეს და მომწონს საკმაოდ კარგი მაგალითია. მოდი ავიღოთ ესეთი რიცხვი. 8 შეფარდებული 27-თან ხარისხად მინუს 2, მოდი ძალიან ზემოთ დავწერე ეს 2, ხარისხად მინუს 2/13. აი ეს რიცხვი რისი ტოლი შეიძლება იყოს? მოდი ეგ განვსაზღვროთ. დავიწყოთ ეტაპ-ეტაპ წინსვლა. ნუ პირველი ვთქვათ რომ რადგან მინუს რიცხვი მაქვს აქ, ხარისხში რადგან მინუსი მაქვს, მე შემიძლია ვთქვა რომ ეს არის იგივე, რაც აი ამ რიცხვის შებრუნებული აი ამის დადებით ხარისხში. ანუ, ეს რომ გადავწერო, ეს არის იგივე, რაც 8 27-ის შებრუნებული, რომელიც იქნება 27 მერვედი, 27 გაყოფილი 8-ზე, ხარისხად არა -2/13, არამედ 2/13. ანუ ნიშანი შეეცვლება და ამობრუნდება წილად. მთელი იდეა ეგ არის. ამიტომ ახლა აქ დამრჩა მე ხარისხად 2 შეფარდებული 3-თან. ახლა, მოდი კიდევ ერთი რამე ვქნათ. მე მაქვს 27 გაყოფილი 8-ზე ხარისხად 2/13 და შემიძლია ეს გადავწერო როგორც 27, მოდი ერთ ფერში დავწერ რაღაცებს უკვე. 27 ხარისხად 2/13. 27 ხარისხად 2 გაყოფილი 3-ზე შეფარდებული 8-თან, მოდი 8-საც თეთრად დავწერ, შეფარდებული 8-თან, ესეც ხარისხად 2 გაყოფილი 3-ზე. და ახლა შემიძლია სათითაოდ მივხედო აი ამ რიცხვებს უკვე, როგორც მივხედე 64 ხარისხად 2/13-ს. და როგორ? ვთქვა ესეთი რაღაც. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის იგივე, რაც 27 ხარისხად 1/13, მოდი ესე ვიზამ, 27 ხარისხად 1/13 აყვანილი კვადრატში და ქვემოთ ანალოგიურად 8 ხარისხად 1/13, ესეც აყვანილი კვადრატში. ახლა მოდი უცებ გავიხსენოთ ამათი 1/13 ხარისხები რა იქნება. ნუ 8-ის 1/13 ხარისხი მარტივად მახსენდება. 2 იქნება 8-ის 1/13 ხარისხი, ხო? იმიტომ რომ 8-დან კუბური ფესვი არის 2. ესე იგი, ქვემოთ მე მაქვს 2 ხარისხად 2. ახლა ზემოთ. ზემოთ უნდა გავიხსენოთ რომ 3 რომ ავიყვანო მესამე ხარისხში მივიღებ 27-ს. ესე იგი 27-დან კუბური ფესვი იქნება 3, ანუ 27 ხარისხად 1/13 იქნება 3. ამიტომ ზემოთ მაქვს 3 ხარისხად 2. და ახლა ეს შემიძლია უკვე დავასრულო, რომ თურმე ტოლი არის 9/4. ესე იგი, მთავარია გვახსოვდეს თვისებები ხარისხების, რა როგორ მოქმედებს და ეტაპ-ეტაპ გავყვეთ უბრალოდ მაგალითს და საბოლოოდ და ესე ლამაზ და სუფთა პასუხამდე მივდივართ.